მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ვიღებ eFootball 2025 Mobiles და დღეს ვინც არის PSG ტოტენჰემი, სუპერთასის ფინალი და მე რა თქმა უნდა გულშემატკივრობ Paris Saint-Germain-ს და ვიღებ PSG-ს და თქმა უნდა დავაჯერებ ტოტენჰემს და ვითომ არის სუპერთასის ფინალი. სამწუხაროდ ჯერ ტრანსფერები არ არის თამაში დამატებული და ვინც არის დღეს 2 საათზე გაუქმდება eFootball 2025 და ხვალ 12 საათზე შეგვეძლება შესვლა და შევალთ eFootball 2026-ში. აქ 5 წუთზე დავაყენოთ, იმიტომ რომ დიდი ხანი არ გვინდა, მატჩლეველი იყოს ლეგენდა, რა თქმა უნდა, პენალტები ჩართული, ექსტრა ტაიმები არ გვინდა. და იყოს აი ესეთი სასტატო ყავდეს რაც აყენია და ვეჯიბრებით აი ესეთ ტოტენჰემს რიჩარლისონი ზამენაზე ყავენ? კი, რიჩარლისონი სამწუხაროდ ზამენაზე ყავენ, ჩემთვის კარგია რიჩარლისონი დანაკლისი არის ახლა, არა უეჭველი შემოიყვანებენ შემდეგ. დავიწყოთ და გამოვიწეროთ არხი და დავალაიქოთ ვიდეო. და დამიწერეთ რა ჩელენჯები გადავიღო eFootball Mobile-ში და ასევე შემოგთავაზებთ FIFA Mobiles. ხვალ რო გამოვა eFootball 2026, რაღაც კუთებს რაღაცებს მოგჩემს და აუცილებლად შემოგთავაზებთ pack openings. აქ შევაყოლო ჯუაო ნევესი, აქ არის მომენტი, ჯუაო ნევესი იგერიებს ვიკარიო. ტოტენჰემის მეკარე ვიკარიო იგერიებს ამ ბურს, არა და კარგი მომენტი იყო ეგრევე ლეგენდასთან, ესე შეტევაზე დასვლა მშვენიერია. ფაბიან რუისი, ხვიჩა კვარაცხელია, ვნახოთ, აქ არა პატკატი გამიკეთა. არა, შემდეგ კიდევ აიღო კვარამბურთი, მაგრამ სამწუხაროდ იქაც კიდევ წაართვეს. ნახოთ რა მოხდება, იმედია მოვიგებ, შევთვალოთ რომ არის სუპერთასის ფინალი და ვთამაშობთ PSG ტოტენჰემი. ნახოთ. აქ ბრედლი ბარკოლა და ვერ მივა ბურთი რომ ისულიყო ძალიან კარგი მომენტი შეიქმნებოდა. დემბელე ზამენაზე მყავს, უეჭველი შემოვიყვან. წყალი რო არ გაუვა ეგრე, შემოვიყვან უეჭველი. თუ ზამენაზე გონი, ზამენაზე ხო? და თამაშობს. მოიცა ნახო, არ მახსოვს. ხო, კი, ზამენაზეა დემბელი. ბარკოლა აყენია იქ მხარეს. რატო დააყენეს ეგრე არ ვიცი. ნახოთ აქ ჯონსონი არ დავაკვირდი უცებ რომ დავიწყე თამაში. ჯონსონი აქ ხა უეჭველი რაღაცას სასაურს გააკეთებს. მენდეში კარგია. კარგად დააზღვია გუნდი, მენდეში კარგია. კიდევ ვიღებდი რაღაც ვიდეოს მეგობრებო სამწუხაროდ, მაგრამ შემთხვევით გავაუქმე გადაღება და შუა თამაშის დროს და ის ვიდეო ვეღარ გადავიღე. სულ სხვა ვიდეოს ვიღებდი მაილიგაზე და სამწუხაროდ თავიდან უნდა დავიწყო მაილიგა და შემოგთავაზებთ მაილიგის ვიდეოებსაც. და თქვენ დამიწერეთ რა ჩელენჯები გადავიღო eFootball Mobile-ში და აუცილებლად გადავიღებ იმ ჩელენჯს. და ახლა შევუდგეთ ამ თამაშს. მოდი აქ ნახოთ ჯონსონი, აქ პატკატი უნდა გავაკეთოთ თორე აქ დონარუმა გამოვა. დონარუმა კარგია. დღეს გონი დონარუმა არ ეყოლება PSG-ს კარში და ეყოლება კარებში ახალი მეკარის სახელი არ მახსოვს ზუსტად მეკარის, მაგრამ არ არის ისიც ცუდი მეკარე, რომ მაქვს ნახე მისი თამაშები მშვენიერ ბურთებს ხსნის, ისიც ნახოთ როგორ გამოადგება PSG-ს Paris Saint-Germain-ს. ნახოთ 36 წუთია მასობაში და ჯერჯერობით მაინც ტოტენჰემი ჯოგნის რა და გადავჭი რომ აცდა ახლა ბურთი კარს და არ შევიდა კარის ჩარჩოში. აქ ამოვარდგამ წინ დონარუმათი. ნახოთ რა მოხდება. ხვიჩა კვარაცხელია ახტება თავზე. ახტო თავზე შეინარჩუნა ბურთი, კარგი იყო ხვიჩა. აქ ნახოთ ჯოაო ნევესი დავარტყმევინოთ, არა. ცოტა სუსტი დარტყმაც იყო, მაინც კარებში დასულიყო, რამდენად გოლი გავიდო და არ ვიცი. ნახოთ აქ ხვიჩა კვარაცხელია, აქ იგერიებს ვიკარიო ამ ბურთს. მორჩა პირველი ტაიმი. და შვენიერად დავიწყეთ, მხოლოდ ერთხელ დავარტყმევინეთ იმათ, მაგრამ ის დარტყმაც იყო ძალიან სახიფათო. კი ვიკარიო ვიხსნის ბურთებს, შვენიერ ბურთებს. მოდი ბარკოლა გავიყვან და დემბელე შემოვიდა. დეზირე დუეს დავტოვებ ცენტრ ფორვარდად. ნახოთ ტოტენჰემი რას იზამს მეორე ტაიმში ან ჩვენ რას ვიზამთ. გოლი უნდა გავიტანო უეჭველი ამ შემდეგ პენლებში აი სულ ვაგებ. სულ აი რასაც ქვია პენალტის დარტყმა eFootball-ში არ ვიცი. აქ ჯონსონი როგორ გაცდა პაჩოს, მარკინიუსი, ვერახტა და ცუდად დაარტყა შემდეგ ტოტენჰემის ფეხბურთელმა არ ჰქონდა ხა კარგი ხელსაყრელი პოზიცია.
აქ ნახოთ ჟოაუ ნევესი, აქ აშრაფ ჰაკიმი, იბრის დავარტყმევინოთ ჰაკიმს, უიკარიო რა ბურს ხსნის ახლა აქ. ვიჯა კვარაცხელი, ამოდი აქედან დავარტყმევინოთ კვარას, ვიკარიო ფრინავს ჯერჯერობით, მშვენივრად ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე ახლა ამ მატჩში ტოტენჰემში არის ვიკარიო რა ბურთებს ხსნის ის ახლა. მშვენიერი მე კარია თქონა ვიკარიოს აქ ბურთი რატო დარჩა ტოტენჰემს? ალბათ ბოლოს PSV-ს ფეხბურთელს მოხვდა ბურთი. ძალიან ველი eFootball 26 მინდა რომ ემატებაო რაღაცეები, ბევრი რაღაცეები ემატებაო, მშვენიერია. მაინც მაგრამ ჩემთვის პრაიმი eFootball იყო, eFootball-ით არც ერქვა, მაშინ PS2021 აი სასწაული იყო რა, PS2021 რაღაც პრაიმ თამაში იყო 21-ში ესი. დემბელეთი შვენივრად მიმოძრავი ახლა მე დემბელე, მოდი ჩავახვევინოთ დემბელე, არა ხარიხას გავარტყით ბურთი. აქ გაუმართლა ახლა ტოტენჰემს რომ ხარიხას გავარტყი ბურთი. ძალიან გაუმართლა ტოტენჰემს. აბა დემბელე რა კარგად შემოვიდა ის ფაბიან რუისი. ესეც იბლოკება. რუისისგან ჟოაუ ნევესი, აქ კუთხური, ძალიან კარგად ვუტევთ, ძალიან კარგად, ლეგენდას. დაბნეულები არიან ახლა ტოტენჰემის ფეხბურთელები. აქ ჟოაუ ნევესი მშვენივრად ურტყამდა, დიდი ალბათობით გოლი გავიდოდა. ეს არ შეიმჩნევა გავრებო ეს SMS-ი, ნახოთ რა მოხდება. აქ აშრაფ ჰაკიმი, არა იბლოკება აქ დარტყმა. ჰაკიმი მშვენივრად დაარტყა, მაგრამ დაუბლოკეს. რა კარგი დარტყმა იყო. დიდი შანსი იყო რომ გოლი გასულიყო. ჟოაუ ნევესი, აშრაფ ჰაკიმი, დეზირე დუე, დემბელე ჩავაწოდოთ და ვანდე ვარტი ქვია მგონი თუ არ ვწდები ამ დაცვას. დაბიბლოკა მან ბურთი აჩო ვანდევენი ქვია, ვარტი არა ვანდევენი შემეშალა მეგობრებო ბოდიშით. დემბელეს დავარტყმევინოთ, არა იქ დაცვა კარგად ითამაშა ახლა. რამდენი მომენტი მქონდა მეკარეს საღოლ, ძალიან კარგი ბურთები მომიხსნა. ახლა ხვიჩა კვარაცხელია, აქ სად გავაკეთე შეყოლება სამწუხაროდ. სად შევაყოლე, მაგრამ აქ ჟოაუ ნევესი, არა. აქ აშრაფ ჰაკიმი კარგია, ჰაკიმი, არა. აღარ გამომივიდა შეყოლება და პენალტების სერია. ახლა ვიხილავთ ახლა პენალტების სერიას, ნახოთ 11 დარტყმა მქონდა და 7 დარტყმა მომიხსნა მეკარემ. რა თქმა უნდა, გამორჩეული მოთამაშე. ნამდვილად ვიკარიო ამ მატჩში ტოტენჰემის. ნახოთ სუპერთასის ფინალში არის პენალტების სერია. პირველი პენალტი ხვიჩა კვარაცხელიათი. დავარტყმევინოთ აბა პირველი პენალტი კვარაცხელიას და გავიტანეთ. ძალიან კარგი კვარათი გაუტანეთ პენალტი ვიკარიოს. აბა ვნახოთ ჯიჯოთი თუ მოხსნით. სოლანკე მიტყავს 11 მეტრიანს. ნახოთ სოლანკე დარტყმა გამიტანა მანაც. სამწუხაროდ გამიტანა მანაც. მეც გავიტანე მანაც გამიტანა. ჰაკიმი, მოდი შუაში დავარტყმევინოთ, ალბათ დიდი შეცდომა გავაკეთე, ახლა მე შუაში რო დავარტყი, დიდი ალბათობით დარჩება კი. სამწუხაროდ ჰაკიმი გააფუჭა 11 მეტრიანი. ნახოთ აქ იდი გადავხდეთ აბა პედრო პორო, დიდი ალბათობით ახლა საიტეს ვხვდები, იქი დაარტყამს უდარს. დარტყმა, აი ვიცოდი, აი პედრო პორო სადაც დაარტყამდა ვიცოდი. მოუხსენით ჩვენს მოუხსენით, კარგია. ფაბიან რუიზი, მოდი კიდო შუაში დავარტყათ, იქნება აღარ დარჩეს. ფაბიან რუიზი გავიტანეთ, მშვენიერი. ფაბიან რუიზი კარგია. ცოტა დავიზაბე პენალტების სერია. აი რიჩარლისონი შემოუყვანიათ, სულ არ გამიგია. რიჩარლისონი დარტყმა მოუგერიეთ, კარგია. აბა რა, უნდა გავამარჯვებინოთ პარი სენ-ჟერმენს. ოსმან დემბელე თუ როგორც წარმოითქვის მეგობრებო, ოსმან არ ვიცი ზუსტად. დემბელე აცილათ 11 მეტრიანი, არა. დემბელემაც აცილათ 11 მეტრიანი სამწუხაროდ. აქ ვნახოთ თუ მოუხსნით 11 მეტრიანს და მოუხსენით. ზედიზად 3 პენალტი მოუხსენით ახლა ტოტენჰემს თუ გავიტანეთ PSG იგებს სუპერთასის ფინალს. ეს ფეხბურთელი არის ვიტინია. ნახოთ ვიტინია რას იზამს.
ვიტინიას დარტყმა და მოვიგეთ. PSG სუპერთასის ჩემპიონია. ესე იქნება ზუსტად რეალობაშიც, მაგრამ PSG დროში, ან პენალტებამდე არა, მანამდე მოახერხებს Paris Saint-Germain-ი გამარჯვებას, ეს ჩემი აზრია. სულ ეს იყო მეგობრებო, მოვიგეთ ეს თამაში ნახვამდის და მომავალ ვიდეომდე. ხვალ იქნება შემდეგი ვიდეო და გადავიღებ eFootball 26-ზე Pack Openings. ნახვამდის მომავალ ვიდეომდე.